თქვენ ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ არც ერთი უნივერსიტეტი აი ამ დაანონსებულ გაერთიანებას, რასაც ჩვენ პროფესორ მასწავლებლები ნგრევას ვუწოდებთ, არ მიესალმება და შესაბამისად ეს მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ამ ინიციატივას განხორციელების პერსპექტივა არ გააჩნია, იმიტომ რომ ის ერთსულოვნება, რაც გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენთვის არის ძალიან დიდი იმედი იმის, რომ არავინ არ შევა, ასე ვთქვათ, აი ამ თამაშს, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ განადგურებისკენ. ჩვენ თვითონვე განგვიცხადეს და ღიად უთხრეს ფართო საზოგადოებას, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი შეკითხვა, რაში სჭირდებათ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, დღეს არ აქვთ კონტროლი? დღეს ნამდვილად არ აქვთ სრული კონტროლი და ამის დამადასტურებელი იყო გუშინ თსუ-ში სენატის გადაწყვეტილებაც. მათ უნდათ დიახ მორჩილი აკადემიური სივრცე და მორჩილი აკადემიური სივრცე პერსპექტივაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ახალგაზრდობას კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების შესაძლებლობა სამუდამოდ მოესწრობა და ეს იქნება ძალიან მარტივად სამართავი, ასე ვთქვათ, რაღაცა ხალხთა ჯგუფი, რომელიც მორჩილად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას და ისინი მარტივად აღასრულებენ საკუთარ სურვილებს. მეორე მხრივ, ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ მეორე მიზანი ამ გაერთიანების მათთვის არის ზუსტად ფინანსური, ასე ვთქვათ, ინტერესი, რაც აშკარად იკვეთება და ჯერ კიდევ 2024 წელს გამოიკვეთა, როდესაც ოცნების პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ უნივერსიტეტების კონსოლიდაციის ფარგლებში თსუ-ს დარჩება მხოლოდ ის კორპუსები, რომელიც საუნივერსიტეტო იდენტობის მატარებელია და სხვა უნივერსიტეტებს გადაეცემათ დანარჩენი კორპუსები, ან იქცევა ისინი კომერციულ ფართებად. და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსები მოგეხსენებათ უმრავლესობა ვაკეშია, აქეთ თუ გადავხედავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები საბურთალოზე და თბილისში ეს არის ორი წერტილი, სადაც მიწის ფასი ყველაზე მაღალია. შესაბამისად, აქ ნამდვილად არსებობს კომერციული ინტერესი ოცნების ხელისუფლებისა. კი ბატონო, აი თავად რას ამბობს, თავად როგორ ხსნის მოკლედ ესე ვთქვათ სახელმწიფო, აი ყობახიძის კომენტარი მქონდა გახსნილი, რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის არავითარი ტექნიკურის და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში არ ხდებაო. თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად რა მოხდაო, ამიტომ მივიღეთო ეს გადაწყვეტილება და რაღაცნაირად პირობა დებს რომ გაერთიანების პირობებში ტექნიკური მიმართულებები ჩამოყალიბდება ცალკე სკოლათო, მოკლედ რაღაცნაირად აი არ დაიჩაგრებაო თითქოს ასე ამბობს, რადგან ბევრმა ეს გადაწყვეტილება ასევე შეაფასა როგორც არა გაერთიანების, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმების გადაწყვეტილებად, ხომ ესეც ჩანს რეალურად ეს შედეგი შეიძლება დადგეს. რამ შეიძლება შეაჩეროს ქალბატონ თინათინ, როგორ ფიქრობთ ეს პროცესი და ეს არგუმენტები, რომ თურმე აი ტექნიკური მიმართულების გაძლიერებაზე ზრუნავს სახელმწიფო, იმიტომ რომ აი ამავე კომენტარში ყობახიძე ამბობს რაღაცა ამ კუთხით გვაქვს ჩავარდნები და ბევრი რაღაცა ნიჭიერი ახალგაზრდა უნდა გავზარდოთ ტექნიკური მიმართულებით. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება თქვენთვის? ისიც რა ჩემთვის ნამდვილად ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ რომ ნახეთ, იმისთვის რომ ეს პროცესი კარგად ავხსნათ, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ წარსულში, ხო? წარსულში, როდესაც ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ქართულ მეცნიერთა ძალიან დიდი ძალისხმევით დაარსდა პირველი ქართული კერძო უნივერსიტეტი და შემდგომ აქვე დაიბადა იდეა იმის, რომ ცალკე უნდა ჩამოყალიბებულიყო და შექმნილიყო ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საჭიროება ორი ბუმბერაზი უნივერსიტეტისა საფუძველშივე არსებობდა, ხო? ეხლა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ორივე უნივერსიტეტს აქვს 100 წლოვანი ისტორია.
და ეს ასწლოვანი ისტორია არ შეიძლება ესე ხელის ერთი მოსმით, ასე ვთქვათ, გაანადგურო. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ ეს არის ბრენდი. კი, ნამდვილად ბრენდია, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ საერთაშორისო ასპარეზზე გადის უნივერსიტეტი და იწყებს სხვა უნივერსიტეტებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ, ისინი უყურებენ რა გამოცდილების მქონე, ანუ რამდენად მყარი უნივერსიტეტია და ეს 100 წელი ასეთი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. ახლა რომ დავუბრუნდეთ ტექნიკური მიმართულების გაძლიერების საკითხს. ტექნიკური მიმართულება ჩვენ თუ გვინდა რომ გავაძლიეროთ ქვეყანაში, ამაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ სკოლიდან. კითხვას რატომ არ სვამენ, რატომ გაქრა ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ტექნიკური მიმართულებების მიმართ? იმიტომ გაქრა, რომ სკოლაში არის სწავლება სათანადოდ ფიზიკა, იმიტომ გაქრა, რომ სკოლაში არის სწავლება სათანადოდ ქიმია, იმიტომ გაქრა, რომ სკოლაში არის სწავლება სათანადოდ ბიოლოგია, იმიტომ გაქრა, რომ სკოლაში არის სწავლება სათანადოდ მათემატიკა. რას გულისხმობ ამაში? ფიზიკის სწავლა, ქიმიის სწავლა არ არის მხოლოდ გადაშალო წიგნი და დაფაზე წერო ფორმულები. მოსწავლე რომ დაინტერესო, ეს ისეთი მეცნიერებებია, რომ ამას აუცილებლად ლაბორატორიები სჭირდება. და ჩვენ თუ ნამდვილად ამისთვის ვებრძვით, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა სკოლების აღჭურვით, შესაბამისი ლაბორატორიებით, რომ გაჩნდეს ინტერესი ახალგაზრდებში. ინტერესი მოიტანს შემდგომ სწორედ აი ამ დარგების გაძლიერებას და თავისთავად მოთხოვნა გაჩნდება უნივერსიტეტებში და არა აი ამ რაღაცა ხელოვნური, ასე ვთქვათ, შეკოწიწებით და ხელოვნურად ჩარევებით, რომელიც ჩვენ გვინდა შემდგომ, რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი ოცნების მთავრობა ცდილობს, რომ ფართო მასებს მოახვიოს. თავს რომ თითქოს ამ გადაწყვეტილებებს იმიტომ იღებს, რომ სიკეთე სურს საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ გვინდა სიკეთე, სიკეთის მოტანა უნდა დავიწყოთ და ზრუნვა იმ წერტილიდან, სადაც ეს ყველაფერი იწყებს ფეხის ადგმას, ხო? არ შეიძლება, როგორ წარმოგიდგენიათ, აი მდინარე რომ წარმოვიდგინოთ, სათავე ამღრეული თუა. ბოლოს შეიძლება ჩვენ მოლოდინი გვქონდეს, რომ დაწმენდილ წყალს მივიღებთ? კი ბატონო, და ქალბატონ თინათინ, როგორ ფიქრობთ, რაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ზოგადად აი ამ ორი უნივერსიტეტის ამბავი, აი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ხომ აი შეხვედრებს სამინისტროში, ხვდებიან ცალ-ცალკე თსეუს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები, იყო შეხვედრა თავად ლექტორებთან, პროფესორებთან, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, აი, რაზე არის დამოკიდებული, როგორ დასრულდება ეს ამბავი? აი, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ? ძალიან რთულია დღეს ამისი პროგნოზი, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს განათლების სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიღებულია და არ გადაიხედება, აი ესე ხისტად პირდაპირ მინისტრის მოადგილემ გამოგვიცხადა და მეორე მხარეს დგას ორი უნივერსიტეტი თავისი პროფესურით და ერთსულოვნებით, რომელიც ამბობს და ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას. მე ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება გონიერი ადამიანი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის, რომელიც იტყვის, რომ არა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროფესორ-მასწავლებლების ასე ვთქვათ, შეფასება, მათი შეხედულებები და თუ ჩვენ გვინდა რომ ნამდვილად სიკეთე მოვუტანოთ, თუნდაც აი ხა ფართო მასშტაბიანად რომ შევხედოთ იმ დაანონსებულ ვაი განათლების რეფორმას, ხო? ჩვენ თუ გვინდა რომ ეს რეფორმა იყოს წარმატებული და ეს რეფორმა ნამდვილად სიკეთის მომტანი იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოსამზადებელი პროცესი. ეს მოსამზადებელი პროცესი არ არის 1 და 2 თვე. ეს მოსამზადებელი პროცესი მინიმუმ 2 წლიანია განვითარებულ ქვეყნებში და ახლა თქვენ მოიდგინეთ, ჩვენ რამდენი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ და აი ამ განათლების სისტემაში, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ნამდვილად საჭიროებს ცვლილებას და რაც არ უნდა ჩვენ იდეალურად წარმოგვედგინოს, ხო, არსებული სისტემა ყოველთვის ყველა ქვეყანა, განვითარებული ქვეყნები რატომ მიმართავენ ამ მუდმივად ცვლილების პროცესში, რატომ აქვთ განათლების სისტემა? იმიტომ რომ განათლების სისტემა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და თუ გვინდა რომ ის განვითარდეს, განვითარება თავისთავად ნიშნავს ცვლილებების შეტანას, ოღონდ ეს ცვლილებები უნდა იყოს სიკეთისკენ მიმართული და არა ნგრევისკენ. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თინათინ, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და